გამარჯობა. ვაუ, მაგარია. თქვენ ახლა უნდა დაიწყოთ პერსონაჟების შექმნა თქვენით. შემდეგ გვექნება დრო ინტერვიუებისთვის. ამ პროექტის სახელია Friends Creators, რომელიც არის კოლაბორაცია Line Friends-სა და BTS შორის. მარტივი პერსონაჟების შექმნის ნაცვლად ჩვენ გადავწყვეტეთ შეგვექმნა პერსონაჟები, რომელიც BTS-ის წევრებს მართლა სურთ. და შეიძლება ისინი დეკორაციისთვის გამოვიყენოთ აქ. ეს ჩემია, საყვარელია, მართლა საყვარელია. შეხედე რა საყვარელია. შეგიძლიათ თავისუფლად დახატოთ, თავისუფლად მხიარულად, როგორც მოისურვებთ. რამდენი უნდა შექმნა? მნიშვნელობა არ აქვს. განსხვავებული ხერხებით, როგორც მოგესურვათ. ოკეი, გასაგებია. როცა პერსონაჟები, რომელიც მე შევქმნი, გამოიფინება ამ უზარმაზარ ლაინის სივრცეში, ვფიქრობ, რომ ძალიან ამაყი ვიქნები. კარგად გამოვა, ხო? მე ცხენი შექმნი თქვენთვის. როგორ დავხატოთ ცხენი? ჩაიხედე საკეში და შენი თავი დახატე. კამერების წინ აზოს უნდა მაწყებინებ. ვინდა გვახმარება პერსონაჟების დახატვაში? მე ისინი აქ მოვიწვი. გამარჯობა. ისინი ექსპერტები არიან, პროფესიონალები. თქვენ შეგიძლიათ ისეთი შექმნათ, როგორც მოგესურვებათ. მოგვიანებით ისინი დააკორექტირებენ თქვენი სურვილის მიხედვით. იმედი გვაქვს თქვენი კეთილგანწყობის. მადლობა. მათი დახმარებით ეს ნამდვილად საყვარლები გამოვა. მადლობა. ეს პერსონაჟია, რომელიც უკვე დაიწყო. მიახსენე მიფიქრე. დიზაინერო, როგორ დავხატოთ ცხენი? ჩუმად იყავი, ჯერ მე ველაპარაკები. მაგრამ აქ სამი დიზაინერია. შენ სამივე გინდა? მე უკვე 2 წელი ამ პერსონაჟს ვხატავ. და ცხოველი ალპაკა ძალიან მოდაშია ბოლო დროს, ხო? და სხვათა შორის მე ცოტათი ვგავარ მას. ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ალპაკას ვგავარ, როდესაც ვჭამ ან ვღეჭავ. ბევრჯერ გამიგია, რომ მას ვგავარ. ამაზე რა სიტყვით? მართლა ფიქრობ, რომ ამისგან რაიმე გამოვა? 이것도 만들 수 있을 것 같아. 아니, ასეთ მკაცრს ნუ იქნება. 랩몬სტერ შენ კვალები მოგწონს? 네. კი, მომწონს კვალები და ყვავები. 야 이거 ვაუ, ის მართლა შენ გამოგხატავს. ცოტა კუნთებისაც თუ დაუმატებ, შეიძლება ხალხს არ მოუნდეს მისი ყიდვა, კუნთები რომ მქონდეს. როგორც შენ შენის ძალიან მოგწონს. საყვარლობა? არა, ლობსტერი? ეს გვერდიდანაა, ახლა წინიდან ვხატავ. ძალიან დეტალურია, არა? ჩემი ორდეშია, ის სამდე დაქცევს. ჩემი აზრით კოალას პერსონაჟი კარგი იქნება. მე ნამდვილად კოალა მინდა. სინამდვილეში მინდოდა პერსონაჟის შექმნა, რომელიც იქნებოდა უნიკალური ან ძალიან საყვარელი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემს გემოვნებას ძალიან არ უნდა ვენდო. გონია საუკეთესი იქნება. 좋지 않을까? შენ ტალანტი გვაქვს, მშვენიერია. შენ კარგად ხატავ. მართლა საყვარელია. მე საყვარლობა 2 წლის წინ შევქმნი და ყოველ დღე. 오늘 그냥 그대로 제품 아니야? 꼬돌이. 헤이, ის 제이홉이야. 제이홉. 와우, ის მართლა 제이홉이야. 야, 제이홉인데? 꼬돌이. ის გამოიყურება როგორც ხოჭო ალპაკასტანით. 저 მე ძაღლი მყავს, ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან. მართლა. აუცილებელი პირობაა, რომ ჩვენ სიმბოლიზირებას ახდენს, ხო? მაგრამ იქნება ეს საყვარლობა იმ ხალხისთვის, ვისაც მისი ყიდვა ენდომება. ხო, მეც უბრალოდ მაგაზე ვფიქრობდი. მაგრამ შენი საერთოდ არ გამოიყურება საყვარლად. თხოვთ ეს წაშალეთ. 지워봐, 이걸 봐봐. ჩემი ის დარაუშავს განსაკუთრებით გულის ფორმის ტუჩებს. როცა ვიცინი, ჩემი ტუჩები გულის ფორმას იღებს. 여러 가지가 აქ ბევრი რამ იქნება. 열정적이야. ერთი რაღაც მატლის მსგავსი იქნება. 이런 애들 있거든. ეს სხვა ვარიანტია. გველი. ჩვენ კოლექციას გავაკეთებთ, როგორც ეს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ. 내가 უბრალოდ ამ გულის ფორმას 문어 다리 დაუმატებთ ფეხებს, როგორც რვა ფეხას ან კენტაურს, ან ადამიანის ტანი. 그냥 그 얼굴에 다른 그
그런 것들을 그리는 거죠. 그래서 그걸 이모티콘으로 우ბრალოდ განწყობის მიხედვით 하면 და შეიძლება ის იქცეს განსაკუთრებული 하나 პერსონაჟად. 나오지 않을까.